საღამო მშვიდობის მე დათაგვასალია ვარ, პოსტივი ანალიტიკა წარმოგიდგენთ კვირის პოსტს. ქართული ოცნების ახალგაზრდული ორგანიზაციის კონფერენციებმა უკვე ქვეყნის 9 რეგიონი მოიცვა და იქცა იმ სადისკუსიო პლატფორმად, რომელიც რეგიონში მცხოვრებ ახალგაზრდებს საშუალებას აძლევს ჩაერთონ ისეთი საკითხების განხილვაში, რომელიც მათ ყოველდღიურობას განსაზღვრავს. რიგით მეცხრე შეხვედრას ამბროლაურმა უმასპინძლა. შეხვედრას დაესწრო ცოტნე ივანიშვილი. რაჭა ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთის რეგიონში მცხოვრებმა ახალგაზრდებმა ორგანიზაციის ბორდის წევრებთან კითხვა-პასუხის რეჟიმში ისაუბრეს ისეთ მნიშვნელოვან საკითხებზე, როგორიცაა განათლება და დასაქმების პერსპექტივები, მიგრაცია და რეგიონის საჭიროებები. სტუდენტების მხრიდან გაჟღერდა კონკრეტული ინიციატივებიც, რომელიც რეგიონის განვითარებისკენ არის მიმართული. რეგიონული ტურნეს დასკვნითი შეხვედრა იმერეთში გაიმართება, ხოლო შემაჯამებელ ღონისძიებას თბილისი უმასპინძლებს. ნუკი ბაღდავაძე თემის დეტალებით. უშუალო დიალოგის ფორმატში ქართული ოცნების ახალგაზრდული ორგანიზაციის რეგიონული ტურნეს უკვე მეცხრე შეხვედრა ამჯერად რაჭაში გაიმართა, სადაც რაჭა ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთში მცხოვრები ახალგაზრდები შეიკრიბნენ. შეხვედრას დაესწრო ცოტნე ივანიშვილი. შეხვედრის მთავარი მიზანი იმ საკითხების განხილვა იყო, რომლებიც ახალგაზრდების ყოველდღიურობას, შესაძლებლობებსა და მომავალს განსაზღვრავს. თანამედროვე სახელმწიფოს განვითარებაში ახალგაზრდების როლი განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რადგან სწორედ მათი ჩართულობა, ინიციატივები და ხედვები ქმნის ქვეყნის განვითარების საფუძველს. ამიტომ მსგავსი ფორმატი ახალგაზრდებს შესაძლებლობას აძლევს საკუთარი მოსაზრებები და გამოწვევები გადაწყვეტილების მიმღებ პირებამდე მიიტანონ. შეხვედრა ამჯერად განსხვავებულ ფორმატში რაჭის ულამაზესი მთების ფონზე ღია ცის ქვეშ გაიმართა. ორგანიზატორების განცხადებით, მსგავსი ფორმატი ახალგაზრდებთან უფრო გულწრფელი და უშუალო დიალოგის შესაძლებლობას ქმნის, სადაც თითოეულ მონაწილეს საკუთარი მოსაზრების დაფიქსირება ღიად შეუძლია. მოგესალმებით. მადლობას გიხდით თითოეულ თქვენთაგანს მობრძანებისთვის. დიდი მნიშვნელობა აქვს თქვენს აზრს, თქვენს პოზიციას, თქვენს ხედვებს და მე დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენ ერთად ყველა შევძლებთ იმას, რომ ჩვენი ქვეყანა უფრო ლამაზი და უფრო წარმატებული გავხადოთ. დისკუსიის ფარგლებში განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა რეგიონში არსებულ გამოწვევებზე. ახალგაზრდებმა ისაუბრეს მიგრაციის პრობლემაზე და იმ შესაძლებლობებზე, რაც რეგიონში ახალგაზრდების დასაქმებას და განვითარებას შეუწყობს ხელს. ასევე დაისვა კითხვები ქვემო სვანეთში გაზიფიცირების პროცესთან დაკავშირებით, სპორტული ინფრასტრუქტურისა და სპორტული დარბაზების განვითარების საჭიროებაზე. მადლობა ამ თავისუფალი სივრცისთვის, თავისუფალი სიტყვისთვის და ეს არის იმ გუნდის დამსახურება და ამისთვის მინდა პირველ რიგში მადლობა გადაგიხადო. თავარი პრობლემა ეს არის გაზიფიცირება ლეჩხუმის და ქვემო სვანეთის. გაზს შეუძლია იმდენი სიკეთის შემოტანა ჩვენს ორ რაიონში, მუნიციპალიტეტში, რომ უამრავი პრობლემა მოგვარდება. პროექტირება არის დასრულებული, კონკრეტულად დეტალურად მოვიკითხავთ ამ საკითხს და დაგიბრუნდებით აუცილებლად რა ეტაპზეა, როგორ შეიძლება ჩვენი ჩართულობა რაში იქნება საჭირო და როგორ შეიძლება თქვა ხელი შევუწყოთ ამას, რომ რაც შეიძლება მოკლევადაში მოხდეს ამ ყველაფრის დასრულება. მოგესალმებით. ავთანდილ კენჭაძე მოჭიდავე, სოფლიო ჩემპიონი, ამბროლაურის მუნიციპალიტეტიდან. ერთი თხოვნა ვარლამთან. მე და ჩემს ძმას გვაქვს ეს თხოვნა. ჩვენ სოფელში გვაქვს დარბაზი, ჭიდაობის დარბაზი. მე და ჩემს ძმამ რო დავიწყეთ ვარჯიში, არ ქონდა დარბაზი და სკოლაში ვარჯიშობდით და არ იყო ის შესაბამისი პირობები, რაც დღეს გვაქვს, თუნდაც ძალიან მაგარი დარბაზი გვაქვს. მხოლოდ ერთი საჭიროება გვაქვს, ინვენტარი და მინდა ვარლამს თხოვოთ, თუ გექნებათ იმისი საშუალება, რომ გვიშვამდგომლოთ სპორტის სამინისტროსთან, უახლოეს მომავალში რომ მოხდეს ჩვენი დარბაზის სპორტული ინვენტარით აღჭურვა. სპორტი და ზოგადად ჯანსაღი ცხოვრების წესი, რა თქმა უნდა, უმნიშვნელოვანესია და რაჭამ განსაკუთრებით იცის ეს იმ დიდი ბუმბერაზი ადამიანებიდან მოყოლებული დავით გობეჯიშვილიდან დაწყებული თქვენ არაერთი გამორჩეული ჩემპიონი და გამორჩეული ადამიანი ყავდათ და თქვენს ყველა თითოეულ თქვენთაგანი ვინც აქ ხართ წარმოადგენთ ჯანსაღი ცხოვრების წესის მაგალითს და არა მარტო ამას თქვენის ქვეყანა, ჩვენი ქვეყანა, ჩვენი საქართველო და თქვენი კუთხე რაჭა არაერთხელ გისახელებიათ და მადლობა თქვენ თითოეულ თქვენთაგანს ამ ყველაფრისთვის. დაანონსებულია, რომ აბსოლუტურად ყველა დიდ ქალაქში უნდა აშენდეს მულტიფუნქციური ცენტრები. რიგ შემთხვევაში დასრულებულია, ზოგან მიმდინარეობს პროექტირება და ზოგან მშენებლობა მიმდინარეობს. ინვენტარს რაც შეეხება, დებ პირობას, რომ აუცილებლად გამოგიგზავნით. თავარი პრობლემა ჩვენს რეგიონში არის სწორედ მიგრაცია და განსაკუთრებით ახალგაზრდების მიგრაცია, რომლებიც მიდიან ჩვენი რეგიონიდან, რაიონიდან, სახელმწიფოდანაც
და სწორედ ამას შეეხება ჩემი შეკითხვაც. როგორ უნდა დაუჭიროს მხარი სახელმწიფომ ახალგაზრდებს, როგორ შეიძლება ამ ყველაფრის ასე ვთქვათ გამოსწორება და სახელმწიფოს რა პოზიცია აქვს? ის რომ რეგიონები იცლება და დედაქალაქში გადადიან ახალგაზრდები, ნიშნავს იმას, რომ რეგიონს აკლდება უდიდესი სასიცოცხლო ენერგია, აკლდება უდიდესი რესურსი. პირველ რიგში არის ძალიან მნიშვნელოვანი, რომ ახალგაზრდებს მივცეთ ის ძალიან დიდი რესურსი, რაც დაეხმარება რეგიონის განვითარებას, მათ შორის ეს შეიძლება იყოს ახალგაზრდული სივრცეები, სადაც ახალგაზრდებს გვექნება შესაძლებლობა, რომ შევიკრიბოთ, დავამუშავოთ გარკვეული მნიშვნელოვანი იდეები ერთად და წარუდგინოთ ადგილობრივ თვითმმართველობებს, რათა გაითვალისწინონ ის სამომავლო საქმიანობაში. ასევე ძალიან მნიშვნელოვანია, რომ შევქმნათ და დავაარსოთ ახალგაზრდული მრჩეველთა საბჭოები, რაც მოგეხსენებათ ფინანსდება მერიის ბიუჯეტიდან. მეორე ძალიან მნიშვნელოვანი პასუხისმგებლობა, რაც სახელმწიფოს აკისრია, არის ის, რომ შექმნას სტაბილური და ასევე უსაფრთხო გარემო, მშვიდობა იყოს ჩვენს ქვეყანაში, რათა ეს ჩვენი ქვეყანა იყოს კიდევ უფრო დიდი ცენტრი უცხოური ინვესტიციებისათვის. და მესამე მნიშვნელოვანი მიმართულება უკვე გახლავთ ის სტაჟირების პროგრამები, განათლების რეფორმა, რაც უკვე უზრუნველყოფს ახალგაზრდების ჩართულობას მათ შორის სახელმწიფო სექტორში. ბოლო პერიოდში რა ღონისძიებების და რა პროექტებიც განხორციელდა, ერთ-ერთი ყველაზე ისეთი მასშტაბური პროექტი შეიძლება მოვიყვანოთ ქვემო სვანეთის ლენტეხის და უშგულის დამაკავშირებელი გზა, რომელიც დარწმუნებული ვარ, რომ საომავლოდ ძალიან პერსპექტიული იქნება იმ კუთხით, რომ ქვემო სვანეს და ზემო სვანეს დააკავშირებს ერთმანეთთან და რა თქმა უნდა ის ტურისტული ნაკადი, რომელიც გაივლის ამ გზას, შესაძლებელი იქნება სულ მინიმუმ, რომ ადამიანებმა შეძლონ ადგილობრივად რაღაც წარმოების შექმნა და გაკეთება. ისიც ვიცით, რომ რა თქმა უნდა ეს მარტო საკმარისი არ არის და გაცილებით მეტია საჭირო. ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ახალგაზრდები მხოლოდ გვერდიდან არ ვაკვირდებოდეთ პროცესებს, არამედ რეალურად ჩავერთოთ ადგილობრივი თვითმმართველობის საქმიანობაში და თქვენი აზრით, რამდენად არის შესაძლებელი ახალგაზრდების უფრო აქტიურად ჩართვა ადგილობრივი პრობლემების გადაწყვეტაში. სწორედ აქტიური ახალგაზრდები არიან რეგიონის განვითარების მთავარი ძალა და თქვენ ხართ მთავარი ძალა. მე გამოვალ ინიციატივით თქვენ წინაშე, რომ თქვენს რეგიონში შეიქმნას ახალგაზრდული მრჩეველთა გუნდები, რომლებიც პირდაპირ კომუნიკაციაში არიან მერთან. საქართველოსა და ევროკავშირის შორის დაძაბულობა, გაურკვევლობა თქვენი აზრით რითი შეიძლება ამ პრობლემის მოგვარება? საქართველოს რომ ევროპა თავისი ტრადიციებით, კულტურითა და მათ შორის ქრისტიანობისადმი მრავალსაუკუნოვანი ერთგულებით არის ცხადი და ძალიან მნიშვნელოვანი. მიუხედავად ამისა, მეორე მხრივ, როდესაც საგარეო პოლიტიკას ეხება საქმე, აუცილებლად უნდა გავითვალისწინოთ ჩვენი გეოპოლიტიკური მდებარეობა და მათ შორის ჩვენი უმნიშვნელოვანესი ტერიტორიების ოკუპირება რუსეთის მიერ. რაც გვიბიძგებს საიმისოდ, რომ გადავდგათ თხილი ნაბიჯები. შესაბამისად, აი ამ დაბალანსებული პოლიტიკით, რაც ზემოთ მოგახსენეთ, აი ამ ორი მნიშვნელოვანი ფაქტის გათვალისწინებით, ჩვენ აუცილებლად გავხდებით ევროკავშირის წევრი. ძალიან ბევრი ინფრასტრუქტურული პროექტი განხორციელდა, ძალიან ბევრ სოფელმა შეიძინა ახალი სიცოცხლე, გაზიფიცირდა უმეტესი ნაწილი, წყლის პრობლემა მოგვარდა, გზების პრობლემა მოგვარდა ასევე. მაგრამ აქ არის ერთი ძალიან დიდი მაგრამ. ონსა და ამბროლაურს, მთლიან ონსა და ამბროლაურს ყავს ერთი რეანო მობილი. იმავე სიტუაციაა ცაგერსა და ლენტეხში. ჩემი და დარწმუნებული ვარ აქ მსხდომი ყველა ახალგაზრდის და ზოგადად რეგიონის თხოვნა თქვენ მიმართ და ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ დაგვეხმარებით ამ მიმართულებით. პერიოდის სიტყვით მინდა შევეხო ზოგადად ჯანდაცვის საკითხს. ჩვენ ვიცით, რომ ბოლო წლების განმავლობაში ჯანდაცვის მიმართულებით ძალიან ბევრი რამე გაკეთდა, უამრავ ადამიანს ჩაუტარდა მკურნალობა, ვისაც ესაჭიროებოდა, რა თქმა უნდა და დღესაც ფუნქციონირებს ეს პროგრამა. მე ვფიქრობ, რომ ერთ-ერთი გამორჩეული პროექტი იყო ქართული ოცნების, როდესაც მოვიდნენ ხელისუფლებაში, რომ ხელშესახები გახდა ყველა ადამიანისთვის, რომ საავადმყოფოში მისულიყო და იქიდან უკან არ გამოებრუნებიათ იმის გამო, რომ მას თანხა არ ჰქონდა, თქვათ. და ძალიან ბევრი შემთხვევა ვიცით ესეთი, რომ ბევრი ადამიანის სიცოცხლე გადაარჩინა კონკრეტულად ამ პროგრამამ. მაგრამ ისიც ვიცით, რომ
რაზეც ახლა თქვენ ისაუბრეთ, სამწუხაროდ დღემდე ვერ არის ეს პრობლემა მოგვარებული. ჩვენ რაც შეგვეძლება აუცილებლად შევეცდებით, რომ დავაყენოთ ეს საკითხი შესაბამის სამსახურებთან და მე დარწმუნებული ვარ, რომ უახლოეს პერიოდში რისი შესაძლებლობაც იქნება ეტაპობრივად, შევეცდებით, რომ მოვაგვაროთ. შეხვედრის მონაწილეების თქმით, მათ დასმულ კითხვებზე ამომწურავი პასუხები მიიღეს. აღინიშნა, რომ მსგავსი შეხვედრები მნიშვნელოვანია არა მხოლოდ პრობლემების დასაფიქსირებლად, არამედ იმისთვისაც, რომ ახალგაზრდებმა იგრძნონ მათი მოსაზრებები რეალურად ისმის და განხილვის ნაწილი ხდება. მსგავსი შეხვედრები აუცილებელია, ვფიქრობ, ჯანსაღი კომუნიკაციისთვის და ჩართულობისთვის. ძალიან სასარგებლო დიალოგი გქონდა დღეს, ძალიან ბევრ კითხვაზე მივიღეთ ამომწურავი პასუხი და იმედი მაქვს, რომ ჩვენ შორის ასეთი ჯანსაღი კომუნიკაცია კიდევ გაგრძელდება შემდეგშიც. ძალიან კარგი არის ასეთი შეხვედრები, როდესაც ამდენი ადამიანი არის ჩართული განხილვაში თუ რა არის გასაკეთებელი ჩვენი ქვეყნისთვის, ჩვენი ახალგაზრდებისთვის, ჩვენი ქვეყნის განვითარებისთვის და ძალიან კარგი იქნება თუ ესეთი პროცესები კიდევ გაგრძელდება. ახალგაზრდული ორგანიზაციის ბორდის წევრების განცხადებით, მსგავსი კონფერენციების მთავარი მიზანი ახალგაზრდების სხვადასხვა მიმართულებით, მათ შორის პოლიტიკურ პროცესებში უფრო აქტიური ჩართულობაა. კონფერენციებზე გაჟღერებული იდეები და ინიციატივები მხოლოდ განხილვის დონეზე არ დარჩება და კონკრეტულ სამუშაო პროცესში გადავა. მადლობა მინდა უთხრა რაჭა ლეჩხუმ ქვემოსვანეთს ესეთი აქტიურობისთვის და ესეთი კარგი და ესე რომ ვთქვათ, მნიშვნელოვანი საკითხებისთვის, რაც მათთვის მნიშვნელოვანი იყო, ხაზგასმა იყო ტურიზმის განვითარებაზე და ასევე სამუშაო ადგილებზე. მე დარწმუნებული ვარ, რომ უახლოეს პერიოდში საკითხები, რაც იყო დასმული ეტაპობრივად, მოგვარდება. ახალგაზრდების საჭიროებები ახალგაზრდებზე უკეთ ფიქრობ არავინ არ იცის და არც არავის არ ისმის. და მნიშვნელოვანია, როგორც წინაზე აღნიშნე, ის ხიდჩატეხილობა, რაც ახალგაზრდებს ერთმანეთთან გვაქვს, ისევე ახალგაზრდებმა აღვადგინოთ და ჩვენი მწვავე ან საჭიროები თემები, რებიც გვაწუხებს, რებიც გვჭირდება, ერთმანეთს ხმამაღლა და მკაფიოდ გავუზიაროთ და რა თქმა უნდა, ქართული εθნების ახალგაზრდული გუნდი ყველანაირად ვესწრებით ამ პრობლემების მოგვარებას. რეგიონული ტურნეს ფარგლებში ბოლო მეათე შეხვედრა იმერეთში გაიმართება. ამის შემდეგ კი დასკვნითი ღონისძიება თბილისში ჩატარდება, სადაც ყველა რეგიონში გამოკვეთილი მთავარი საკითხები და რეკომენდაციები შეჯამდება, რათა ახალგაზრდების ხედვები სამომავლო გადაწყვეტილებების ნაწილად იქცეს. სულ ცოტა ხნის წინ თბილისის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის მაღალი რანგის დელეგაცია ეწვია, ხოლო სახელმწიფო მდივნის მოადგილემ ქრისტოფერ ლანდაუმ საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე დასწრებითა და განცხადებებით ოფიციალურად დაადასტურა ვაშინგტონის მზადყოფნა ურთიერთობების გადასატვირთად. ეს არის დიპლომატიური აღიარება იმისა, რომ ახალი ადმინისტრაციისთვის მნიშვნელოვანია ის ორი მთავარი პრინციპი, რომელსაც ქართული მხარე წლებია ურთიერთობების გაღრმავების წინაპირობად ასახელებს: სახელმწიფო სუვერენიტეტისა და ეროვნული ინტერესების პატივისცემა. თუმცა ამ ახალ რეალობამდე იყო ქართულ-ამერიკული ურთიერთობების ხელოვნურად დაძაბვის პერიოდი. ბაიდენის მიმავალმა ადმინისტრაციამ საქართველოს პოლიტიკურად სჯიდა ეროვნული ინტერესების არჩევისთვის. თუმცა ქართული ოცნების ხელისუფლების პრაგმატულმა პოლიტიკამ და ეგრეთ წოდებულმა სტრატეგიულმა მოთმინებამ შედეგი გამოიღო და სწორედ ეს პოზიტიური ცვლილება იქცა საფრთხედ რადიკალური ოპოზიციისა და მათი ლობისტებისთვის. როგორია საქართველოს შტატების ურთიერთობების დინამიკა და ვინ და როგორ ებრძვის პროცესს, ვრცლად ჩვენ სიუჟეტში. საქართველოს შტატების ურთიერთობები ახალი რეალობის წინაშე. ვაფასებ თქვენ გამოსვლებს, სიტყვებს, რომლითაც მეგობრობის ხელს გვიწვდით. მე კი აქ ვარ, რათა გამოგართვათ სალამი და ჩამოგართვათ ხელები. საქართველოს ეროვნული ინტერესების დაცვით გაღიზიანებული შტატების წინა ადმინისტრაცია შევაჩერეთ ჩვენი სტრატეგიული პარტნიორობა საქართველოსთან. და ქართული ოცნების ხელისუფლების პრაგმატული გათვლები. ჩვენ დავალოდებით, რა თქმა უნდა, ახალ ადმინისტრაციას და ჩვენ ყველაფერზე ვისაუბრებთ ახალ ადმინისტრაციასთან. თითქმის ორწლიანი გაუგებრობის შემდეგ დაწყებული ღია პოზიტიური დიალოგი და მთავარ პრინციპზე არსებული შეთანხმება. დელეგაციამ საქართველოს მთავრობას გაუზიარა ინტერესი სუვერენულ პარტნიორებს შორის ურთიერთპატივისცემაზე დაფუძნებული ახალი ეტაპის დაწყების შესახებ. Προς ყოვლისა ახალი ადმინისტრაცია იყენებს ორ ტერმინს, რომელიც ჩვენთვის არის გადამწყვეტი და მათ შორის ამ ორ ტერმინს ამერიკულ-ქართულ ურთიერთობასთან დაკავშირებით. ეს არის სუვერენიტეტი და ეროვნული ინტერესი. ქვეყნის შიგნით თუ მის გარეთ არსებული ჯგუფი, ვისთვისაც ეს პოზიტიური ცვლილება საფრთხეა. ოპოზიციის ლობისტი ჯო ვილსონი, ეგრეთ წოდებული მეგობარი აქტის ავტორი, შტატებისა და ამერიკის მეგობრობის ჩასაშლელად. პროირანული რეჟიმი და ჩინეთის კომუნისტური პარტია მხარს უჭერენ საქართველოს მთავრობას. და ადგილობრივი რადიკალები და მათი პროპაგანდა. არანაირი ურთიერთობის გადატვირთვა საქართველოსა და ამერიკის შეერთებულ შტატებს შორის არ იქნება. არავითარი ურთიერთობების გადატვირთვა არ მოხდება.
რა გზას გადის დიპლომატიური გადატვირთვა და რა გზა გაიარა საქართველოს სახელმწიფო სუვერენიტეტის დასაცავად გლობალური ინტერესების კვეთაზე. ბოლო წლების განმავლობაში, განსაკუთრებით უკრაინა-რუსეთის ომის შემდეგ, საქართველო-ამერიკის სტრატეგიული პარტნიორობა ისტორიულად რთულ პერიოდში შევიდა. ბაიდენის კაბინეტის პირობებში ორი ქვეყნის ურთიერთობა დიპლომატიური გაუგებრობებისა და ღირებულებითი აცდენის კერად იქცა. მაშინ, როდესაც თბილისის ქუჩებში რადიკალური ოპოზიცია და მათი მხარდამჭერები რევოლუციურ ძალადობრივ სცენარს ავითარებდნენ, ბაიდენის ადმინისტრაციამ ძალადობრივი ჯგუფების მხარდაჭერის მიზნით საქართველოსთან სტრატეგიული პარტნიორობა შეაჩერა. შევაჩერეთ სტრატეგიული პარტნიორობა საქართველოსთან. 2009 წელს დაწყებული სტრატეგიული პარტნიორობა დიდწილად სიმბოლური უფრო იყო ვიდრე ქმედითი, რადგან მას საქართველოს მოქალაქისთვის ხელშესახები შედეგები არ მოუტანია. თუმცა მისი შეწყვეტა მაშინ, რუსეთ-უკრაინის ომისა და ქვეყნის შიგნით პოლარიზებული გარემოს პირობებში, მაინც იყო მკაფიო გზავნილი ვაშინგტონიდან, რომ წარმავალი ადმინისტრაცია საქართველოს პოლიტიკურად სჯიდა დაუმორჩილებლობისთვის. სჯიდა იმისთვის, რომ მოქმედმა ხელისუფლებამ მშვიდობა, სტაბილურობა და ეროვნული ინტერესები არჩია ომში ჩაბმასა და მეორე ფრონტს, რასაც ხან პირდაპირ და ხანაც ირიბად საქართველოს სთხოვდნენ. არის ასეთი აღქმაც, რომ რუსეთს მაინც აქვს საკმარისი რესურსი, რომ პრობლემები გაზარდოს საქართველოში. მე რა არ ვიცი. მაინც ვერ გაიმარჯვებს, რაღაც უნდა მისცე ამერიკის შეერთებულ შტატებსა და დასავლეთს, თუ კი გინდა ამ თანამეგობრობის წევრი იყო. თუმცა 2024 წელს ამერიკაში ძალაუფლების ცვლილებამ და დონალდ ტრამპის დაბრუნებამ სრულიად განსხვავებული დღის წესრიგი გააჩინა. საქართველოს ხელისუფლების პოზიცია მკაფიო და ცალსახა იყო. მან მიზნად დაისახა ურთიერთობების საფუძვლიანი გადატვირთვა, რომელიც ორ ძირითად პრინციპზე იქნებოდა აგებული: სუვერენიტეტის პატივისცემასა და ეროვნულ ინტერესებზე. რა თქმა უნდა, ვართ ძალიან დაინტერესებული, რომ მოხდეს ურთიერთობების გადატვირთვა და უფრო მეტიც ჩვენ განვაცხადეთ, რომ გვინდა სუფთა ფურცლიდან განმაახლოთ სტრატეგიული პარტნიორობა ამერიკის შეერთებულ შტატებთან და უფრო მეტიც გვინდა ეს გავაკეთოთ კონკრეტული გზამკვლევით. მიუხედავად იმისა, რომ ვაშინგტონის წინა ადმინისტრაცია უსაფუძვლოდ აკრიტიკებდა საქართველოს, ხოლო ტრამპის ახალი ადმინისტრაციის მხრიდან თბილისის გზავნილები თავდაპირველად უპასუხოდ რჩებოდა, მმართველ გუნდს არ გადაუხვევია არჩეული კურსისთვის. ეს იყო სტრატეგიული მოთმინება. სწორედ ამიტომ, როდესაც პრემიერი საჯარო პოზიციას აფიქსირებდა, მისი გზავნილი არ ყოფილა ემოციებზე, წყენებსა და იმპულსურ გადაწყვეტილებებზე აგებული, არამედ მკაფიო და პარტნიორობისკენ ორიენტირებული. ჩვენ მთავარია, რომ განვაგრძოთ იმ პრაგმატული პოლიტიკის წარმოება, რომელიც ჩვენ გვაქვს არჩეული. რაც შეეხება უშუალოდ ამერიკის შეერთებულ შტატებთან ჩვენს ურთიერთობებს, აქაც გაცხადებულია აბსოლუტურად ჩვენი სურვილი და მიზანი. მოთმინებით ველოდებით ამ ყველაფერს, თუ იქნება დადებითი გადაწყვეტილება და გეთილინება მათი მხრიდან, ბუნებრივია სტრატეგიული პარტნიორობის აღდგენას ვერაფერი დაუდგება წინ. და ეს იყო ერთადერთი სწორი პოზიცია იმ მოცემულობაში, როდესაც დიპლომატიური არხები თითქმის გაწყვეტილი იყო. 2 წლის თავზე კი სწორმა პოლიტიკამ ახალი რეალობა შვა. შტატების მოქმედ ადმინისტრაციასა და ქართული ოცნების ხელისუფლებას შორის ურთიერთობების დინამიკა პოზიტიური ცვლილებების ფაზაში შევიდა. ჩვენ ვსაუბრობთ პრინციპის დონეზე რო გითხრათ, ერთ-ერთ რამესზე, რომ მიდგომები უნდა იყოს მკაფიოდ ჩამოყალიბებული და ეს მიდგომები უნდა ეფუძნებოდეს სამართლიანობის პრინციპს. თეორიული მსჯელობებიდან პრაქტიკულ ქმედებებამდე გზა დიპლომატიაში ხშირად ძალიან გრძელია. თუმცა მაისის მიწურულს ეს გზა ოფიციალურმა ვაშინგტონმა დაამოკლა, როდესაც თბილისს შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის მაღალი რანგის დელეგაცია ეწვია და ეს იყო მკაფიო გზავნილი, რომ დიალოგი, რომელიც პაუზის რეჟიმში იყო, კვლავ აქტიურ ფაზაში ბრუნდებოდა. ხელისუფლების წარმომადგენლებთან შეხვედრების დასრულების შემდეგ შემაჯამებელ განცხადებაში გაჟღერდა ის გზავნილი, რასაც საქართველოს ხელისუფლება ჯერ კიდევ 2 წლით ადრე უსვამდა ხაზს, როგორც ორმხრივი ურთიერთობების უმთავრეს საფუძველს, სუვერენიტეტის პატივისცემა და გულწრფელი დიალოგი. როგორც ჩანს, ვაშინგტონმა გაიზიარა ის რეალობა, რომ პარტნიორობა არ შეიძლება ეფუძნებოდეს დიქტატს. ის მხოლოდ თანაბარ უფლებიან ურთიერთობაზე უნდა დაშენდეს. დელეგაციამ საქართველოს მთავრობას მასთან კონსტრუქციულ, მომავალზე ორიენტირებულ ურთიერთობასთან დაკავშირებით ტრამპის ადმინისტრაციის მზადყოფნა გაუზიარა და მისი ინტერესი სუვერენულ პარტნიორებს შორის ორმხრივ ურთიერთობებში, ურთიერთპატივისცემაზე, საერთო ინტერესებსა და გულწრფელ დიალოგზე დაფუძნებული ახალი ეტაპის დაწყების შესახებ.
და როგორც კი დიპლომატიურმა არხებმა პოზიტიური იმპულსი მიიღო ჩრდილიდან მაშინვე გამოვიდნენ ქართულ-ამერიკული პარტნიორობის მოწინააღმდეგენი. ადგილობრივი რადიკალური ჯგუფები და მათი გარელობისტები მყისიერად მობილიზდნენ. ყველაზე ოდიოზური ფიგურა ამ პროცესში კვლავ ჯო ვილსონია. ეგრეთ წოდებული მეგობარი აქტის ავტორმა შტატებსა და საქართველოს შორის სტრატეგიული მეგობრობის განახლებას სტრატეგიული პროვოკაცია მოუწყო. პროირანული რეჟიმი და ჩინეთის კომუნისტური პარტია მხარს უჭერენ საქართველოს მთავრობას, რომელიც არის არალეგიტიმური და საფრთხეს უქმნის ამერიკის წვდომას, რადგან საქართველოში არჩევნები გაყალბდა. თქვენი აზრით რა უნდა გაკეთდეს იმ სწრაფად მზარდი რადიკალიზაციის აღსაკვეთად, რომელსაც ხელს უწყობს საქართველოს მთავრობა საქართველოში? მარკო რუბიოსთვის დასმული ეს შეკითხვა არ ყოფილა ინტერესის გამოხატულება. ეს იყო ტყუილებითა და მანიპულაციებით გაჯერებული გზავნილი, რომლის ერთადერთი მიზანი რუბიოსგან ანტიქართული პასუხის გამოწურვა გახლდათ. რათა მიღებული პასუხი უპერსპექტივო რადიკალური ოპოზიციისთვის სამაშველო რგოლად ქცეულიყო. თუმცა მარკო რუბიომ როგორც პოლიტიკურმა ფიგურამ და პირველმა დიპლომატმა დიპლომატიური პასუხი არჩია. საქართველომ გადადგა გარკვეული ნაბიჯები, რაც მიგვანიშნებს, რომ სურთ ამერიკის შეერთებულ შტატებთან ურთიერთობების გაუმჯობესება. მაგრამ პოლიტიკაში სიტყვებს ანგაჟირებული და დამარცხებული მხარე ყოველთვის თავისებურად კითხულობს, რადგან ერთადერთ ხელჩასაჭიც ინტერპრეტაციებში ხედავს. ჩვენი რადიკალური ოპოზიციაც სწორედ ასეთ სიტუაციაშია. ის ცდილობს ნებისმიერი დიპლომატიური ფრაზა თავის პოლიტიკურ გადარჩენად აქციოს. შეერთებული შტატებისთვის მნიშვნელოვანია ის, რომ არანაირი ურთიერთობის გადატვირთვა საქართველოსა და ამერიკის შეერთებულ შტატებს შორის არ იქნება, მანამ სანამ ქართული ოცნება არ შეცვლის ტრაექტორიას. არავითარი ურთიერთობების გადატვირთვა არ მოხდება. მოსალოდნელი იყო, რომ ქართული ოცნების ეს ნორმალიზების მცდელობა ამერიკულ ადმინისტრაციასთან ასევე კახით დასრულდებოდა. პოლიტიკურ დონეებზე არის აბსოლუტურად ცხადი შეერთებულ შტატებში ერთი, რომ ივანიშვილის რეჟიმი არის არალეგიტიმური და ეს იყო მნიშვნელოვანესი სიგნალი. თითქოს ისტორია მეორდება. ვილსონმა წარსულშიც სცადა დაეზიანებინა საქართველო-ამერიკის ურთიერთობების გადატვირთვის მცდელობა, როდესაც 2025 წელს მარკო რუბიოს კითხა. მათ გააყალბეს არჩევნები საქართველოში 26 ოქტომბერს, მიყიდეს საქართველო ჩინეთის კომუნისტურ პარტიას. თქვენი ხელმძღვანელობით რა გაკეთდება იმისთვის, რომ სახელმწიფო დეპარტამენტმა საქართველოს ხალხის სახელით რეალური ფასი დააკისროს ანტიამერიკულ ქართულ ოცნებას? ამერიკის შეერთებული შტატების მიზნები ჩვენი ეროვნული ინტერესებია. არის ჩვენი ინტერესი, რომ არსებობდეს ანტიამერიკული მთავრობა, რომელიც ხელისუფლებაშია მსოფლიოს მნიშვნელოვან რეგიონში და თუ არა ჩვენ მივიღებთ შესაბამის ზომებს, რათა ამ მთავრობამ ფასი გადაიხადოს და ჩვენ განვიხილავთ ვარიანტებს. დღეს არ მაქვს განცხადება, რას ვგეგმავთ. მაშინაც რუბიოს პასუხი, რომელიც სრულიად ზოგადი და დიპლომატიური იყო, ქართული ოპოზიციური პროპაგანდისტვის სამაშველო რგოლად იქცა. რადიო თავისუფლებამ ეს პასუხი ისე წარმოაჩინა, თითქოს ის პირდაპირ ქართულ ოცნებაზე ითქვა. შემდეგ ეს გზავნილი სოციალურ ქსელებში ბანერებად იქცა. ხოლო თუ რადიო თავისუფლებამ რუბიოს დიპლომატიური პასუხი манипуляციაში გააზავა, TV პირველმა, მთავარმა და ფორმულამ უკვე სრულ ტყუილში გადაზარდეს. სტატიებით, რომ ქართული ოცნება ანტიამერიკული ძალაა. მაგრამ მიუხედავად ვილსონისა და ქართველი პროპაგანდისტების მცდელობებისა, ყველაფერი პირიქით მოხდა. დროთა განმავლობაში შტატებსა და საქართველოს შორის ურთიერთობები არათუ გაწყდა, არამედ მეტად ინტენსიური გახდა და ახლაც იგივე სცენარის მომსწრეები ვართ. როდესაც ოპოზიციურ ფლანგზე რუბიოს გამოსვლის თითოეულ სიტყვას სამაშველო რგოლად ეპოტინებიან და ინტერპრეტაციებით ცდილობენ წარსულში დარჩენილი მითების რეანიმაციას, ვაშინგტონმა გაცილებით მკაფიო და ცალსახა გზავნილი გააჟღერა. ეს არ იყო დიპლომატიური ენის რებუსი, ეს იყო პოლიტიკური აქტი. სახელმწიფო მდივნის მოადგილე ქრისტოფერ ლანდაუ საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე გამოჩნდა და ეს იყო ნაბიჯი, რომელსაც დიპლომატიურ პროტოკოლში საკუთარი განსაკუთრებული დატვირთვა აქვს, რაზეც თავად ლანდაუმაც ისაუბრა. გულწრფელად გეტყვით ეროვნულ დღეებს იშვიათად ვესწრები უკანასკნელი 15 თვის განმავლობაში, რაც თანამდებობაზე დავინიშნეს სულ 3-ჯერ დავესწარი მსგავს ღონისძიებას. ამრიგად, როდესაც ეროვნული დღის აღსანიშნო ღონისძიებას ვესწრები, ეს ფაქტობრივად უფრო სიმბოლური დასწრებაა და ეს სიმბოლურია ჩვენი სურვილის დავათმოთ ურთიერთობები. ვაფასებ თქვენ გამოსვლებს, სიტყვებს, რომლითაც მეგობრობის ხელს გვიწვდით. მე კი აქ ვარ, რათა გამოგართვათ სალამი და ჩამოგართვათ ხელი. ვფიქრობ, ეს მშვენიერი შესაძლებლობაა დავიწყოთ ჩვენს ქვეყნებს შორის არსებული ურთიერთობების აღდგენა. აქ გამოსაცნობი აღარაფერია. ეს იყო პირდაპირი აღიარება იმისა, რომ თბილისის პრაგმატულმა პოლიტიკამ თავისი შედეგი გამოიღო, რადგან ის, რასაც 2 წლის წინ პრემიერი კობახიძე აღნიშნავდა სტრატეგიული პარტნიორობის განახლების მყარსაფუძვლად, ჩვენ ვართ მოხარული, რომ გვაქვს ღირებულებითი თანხვედრა
პრეზიდენტის ახალი პრეზიდენტის ადმინისტრაციასთან. 2 წლის თავზე საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე იგივეს იმეორებს მარკო რუბიოს მოადგილე. თქვენი დროშა ჩემი აზრით ერთ-ერთი ყველაზე ლამაზია მთელ მსოფლიოში. მასზე 5 ჯვარია გამოსახული და ვფიქრობ ეს კარგად ასახავს თქვენს გრძელ და წარჩინებულ ისტორიას. მოგეხსენებათ ეს ჩვენი ხალხების საერთო კულტურული მემკვიდრეობაა. ვფიქრობ ჩვენს ხალხებს ბევრი საზიარო რამ გააჩნიათ, მაგალითად ღირსების შეგრძნება, ეროვნული ღირსება და როგორც თქვენ აღნიშნეთ, ქვეყნის სუვერენიტეტის რწმენა. სამწუხაროა რომ უკანასკნელ წლებში ჩვენ ორ ქვეყანას შორის ურთიერთობები იმდენად ახლო არაა, როგორც ამას ვისურვებდი. იმ ყველა დამაკავშირებელი საკითხის გათვალისწინებით, რომლებიც ჩვენ ქვეყნებს აკავშირებს. ამ დიპლომატიისთვის იშვიათად პირდაპირი გზავნილების შემდეგ ლოგიკურად ყველა კითხვის ნიშანი უნდა მოხსნილიყო. თუმცა რადიკალური ოპოზიციური ფლანგი ამას არ იმჩნევს. მათთვის რეალობა არ არსებობს. არსებობს მხოლოდ ჯო ვილსონი, რომლისთვისაც საქართველო მხოლოდ იმდენად არის საინტერესო, რამდენადაც მისი ლობისტური ანგარიშები ივსება. გადაუხდიან ჯო ვილსონს და ისიც საქართველოს აკრიტიკებს ჩინეთთან პარტნიორობის გამო. არადა მისი ქვეყნის პრეზიდენტი პეკინს სტუმრობს და სი ძინპინს მეგობარს უწოდებს. ჩინეთთან თანამშრომლობით ოქროს ხანას აანონსებს. შემდეგ ისევ გადაუხდიან ვილსონს და ისიც საქართველოს ბრაზდება რუსეთთან პრაგმატული პოლიტიკის გამო. იმ ფონზე, როდესაც ქვეყანა საკუთარ ეკონომიკურ ინტერესებს იცავს და სანქციებისგან თავს იკავებს. პარალელურად კი თავად შეერთებული შტატების პრეზიდენტი პუტინს ხვდება და რუსულ ნავთობზე სანქციებსაც კი თავად ხსნიან. ჯო ვილსონს ვაცადოთ, რომ დატკბეს თავისი ვარსკვლავური მომენტებით, როდესაც ნახევარი საქართველოსთვის ახალი ამბის ასე ვთქვათ მატარებელი ხდება ხოლმე. დანარჩენი ვფიქრობ, რომ სერიოზულად არ უნდა შევხედოთ მის პოლიტიკურ ნაბიჯებს, რაც შეეხება საქართველოს და ამერიკის შეერთებულ შტატებს შორის ურთიერთობას, ამას აქვს თავისი ხაზი, რომელიც არის ხელისუფლებებს შორის. ასე რომ ვილსონის მორიგი გააქტიურება მხოლოდ ერთადერთი მიზნით აიხსნება. ერთი მხრივ გადაიფაროს შტატებსა და საქართველოს შორის დაწყებული კავშირების აღდგენის პროცესი. მეორეს მხრივ კი სახელმწიფო დეპარტამენტის დელეგაციის მიერ ვილსონის მოკავშირეებისთვის, ანუ ადგილობრივი ოპოზიციისთვის გაჟღერებული მკაფიო გზავნილი. დელეგაციამ მათ გაუზიარა შეერთებული შტატების პოზიცია საქართველოს დემოკრატიულ ინსტიტუტებში ოპოზიციის მონაწილეობის შესახებ. ფუნქციონალური დემოკრატია საჭიროებს პოლიტიკურ ოპოზიციას, რომელიც სახელმწიფო ინსტიტუტებთან ურთიერთობს იმ მოქალაქეების ინტერესების წარმოსაჩენად, რომლებმაც მას ხმა მისცეს. საგულისხმოა, რომ ვაშინგტონის ამ მკაფიო გზავნილმა ოპოზიციის რიგებში, რომლებიც ისედაც დაქსაქსულნი არიან, ახალი, კიდევ უფრო მწვავე განხეთქილება გამოიწვია. ისინი, ვინც წლების განმავლობაში დასავლურ მხარდაჭერაზე აგებდნენ პოლიტიკურ კარიერას და დესტრუქციულ დღის წესრიგს, დღეს აღმოჩნდნენ სიტუაციაში, სადაც თავად დასავლეთი მოუწოდებს მათ შეწყვიტონ რადიკალიზმი. ბოიკოტი და არჩევზე უარის თქვა ვერ იქნება სწორი გზა წინ. შესაბამისად ჩვენ მივესალმებით სახელმწიფო დეპარტამენტის ამ პოზიციას, რომელიც ძალიან მკაფიოდ შავით თეთრზე ამბობს, რომ არჩევნებში მონაწილეობა და არჩევნების გამოყენება არის კრიტიკულად მნიშვნელოვანი. წერია საყვედური წარსულში რა გადაწყვეტილებები იქნა მიღებული ამის განხილვას ჩვენ ბუნებრივია ვერ დავიწყებდით ის მოცემულობა უნდა მივიღოთ რომელიც ეხლა გვაქვს. პირველ რიგში იმათთვის ვინც ინგლისური იცის ჩემზე უკეთ. გრიგოლმა როგორც მისი სტატუსიდან ჩანს იცის და გაერკვევა იმედია. თუ სადმე გაიგებს რომ ამერიკელები მოგვიწოდებენ პარლამენტში შესვლას, მეც მithარგმნონ. შემთხვევით მარტო ლელო რომ არ შებრუნდეს და არ დაიღუპოს ქართული ზომიერი პოლიტიკური სპექტრი და პროცედურული დემოკრატია. ძალიან ღიად ვიტყვი, უვიცი და არაპროფესიონალური შეფასებები. წერია პირდაპირ შავით თეთრზე, რომ ამერიკული მხარის მოსაზრება არის, როდესაც მან ესაუბრა ოპოზიციას და აფიქსირა პოზიცია, რომ ქართული ხალხის და ამომრჩევლების ინტერესები მათ უნდა დაიცვან მათ შორის პოლიტიკურ პროცესებში მონაწილეობით. არანაირ კონტექსტში საარჩევნო ბოიკოტს არანაირი შედეგი გარდა ოპოზიციის დაზიანებისა არსად მსოფლიოში არ მოუტანია. არადა სინამდვილეში ვაშინგტონის დელეგაციამ ოპოზიციას უნიკალური შანსი მისცა. მათ ფაქტობრივად გზა აჩვენეს თუ როგორ შეიძლება პოზიტიური როლი შეასრულონ შტატებსა და საქართველოს პარტნიორობის განახლების პროცესში და პარალელურად გამოვიდნენ ჩაკეტილი წრიდან, სადაც წლებია დადიან. მაგრამ ნაცვლად შესაძლებლობის გამოყენებისა, რადიკალები ჯერ კიდევ ბაიდენის ადმინისტრაციის დროს დაბადებულ ეგრეთ წოდებულ მეგობარ აქტზე იწყებენ აპელირებას. წარმომადგენელთა პალატაში მეგობარი აქტი უკვე დამტკიცებულია, სადაც ეს საკითხები ძალიან ფართედ არის მიმოხილული, რა ხდება საქართველოში და რომ რეჟიმი, რომელიც არის არალეგიტიმური და პრორუსული, პროჩინეთის კომუნისტური პარტიის ასე ვთქვათ მხარდამჭერი და პარტნიორი არ იმსახურებს შესაბამის ნდობას.
რა ქვია მსგავს ქმედებებს, თუ არა ქვეყნის ინტერესების ღალატი. და როდესაც ქვეყნის ინტერესების ღალატზე ვსაუბრობთ, როგორ შეიძლება ამ რბოლაში NGO სექტორი ვინმე ჩამორჩეს? ამიტომაც ურთიერთობების დათბობის პარალელურად მათი წერილი ქვეყნდება. ოცნების მხრიდან ამერიკის შეერთებული შტატების ხელისუფლების კონგრესის წევრების მიმართ აგრესიული რიტორიკა კონსტიტუციით გამყარებული მისწრაფებების ღალატია. და სწორედ ეს არის კლასიკური манипуляция, ქვეყნის ინტერესების დასაზიანებლად. მაშინ, როდესაც მარკო რუბიოს მოადგილე რადიკალურად განსხვავებულ რეალობაზე საუბრობს. ვაფასებ თქვენს გამოსვლებს, სიტყვებს, რომლითაც მეგობრობის ხელს გვიწვდით. მე კი აქ ვარ, რათა ჩამოგართვათ ხელი. საქართველოს, ასევე ამერიკის შეერთებულ შტატებს სურთ ეროვნულ ინტერესებზე დამყარებული საგარეო პოლიტიკა აწარმოონ. ვფიქრობ, ბევრი საერთო ეროვნული ინტერესი გვაქვს. დღეს ჩემი აქ ყოფნა აღიქმება ძლიერ გზავნილად, რომ ჩვენ გულწრფელად დაინტერესებული ვართ ორმხრივი ურთიერთობების გაუმჯობესებით, რადგან მიგვაჩნია, რომ ეს ორივე ქვეყნის ინტერესშია. დასასრულს კი შეგვიძლია ვთქვათ, რომ სახეზეა ორი რადიკალურად განსხვავებული მიდგომა. ერთი მხრივ გვაქვს ქართული ოცნების პრაგმატული პოლიტიკა, რომელიც ეფუძნება სუვერენიტეტს, ეროვნულ ინტერესებს და ღირსეულ დიალოგს. მეორე მხრივ კი ოპოზიცია და მათი ლობისტები, რომლებიც პოლიტიკურ გადარჩენას მხოლოდ ქვეყნის საზიანოდ, დასავლეთთან ურთიერთობების დაძაბვაში ხედავენ, რათა გააძლიერონ ხელისუფლების იზოლაციის მითი. თუმცა რეალობა განსხვავებულია. ქართული ოცნების პრაგმატული პოლიტიკა კონკრეტულ შედეგებში კონვერტირდება, ხოლო ვინც ამ პროცესის საბოტაჟს ცდილობს, ისტორიულად და პოლიტიკურად სწორედ იმ იზოლაციაში რჩება, რომლის შექმნასაც ასე თავგამოდებით ცდილობდა. 20 ქვეყნიდან 1000-მდე მონაწილე მშვიდობის, საერთაშორისო სამართლებრივი წესრიგისა და ეროვნული ინტერესების მნიშვნელობის იდეამ თბილისში კიდევ ერთხელ გააერთიანა. დედაქალაქის მერიის ორგანიზებით მდგრადი განვითარების ფორუმი ჩატარდა. ჩამოსულ სტუმრებს შორის იყვნენ ევროპარლამენტარები, წამყვანი საერთაშორისო ინსტიტუტების ანალიტიკოსები და დიპლომატები, რომლებმაც კონფერენციის მსვლელობისას არაერთხელ აღნიშნეს საქართველოს ხელისუფლების სწორი პოლიტიკა რთულ გეოპოლიტიკურ ვითარებაში და ის ხელშესახები შედეგები, რაც ქართული ოცნების პრაგმატულმა მიდგომებმა ქვეყანას მოუტანა. მათ შორის სწრაფი ეკონომიკური ზრდა და დაკავშირებადობის კუთხით ქვეყნის მძლავრი პოზიციონირება. საუბარი შეეხო საქართველოს მიმართ ევრობიუროკრატიის უსამართლო მიდგომებსაც და აღინიშნა, რომ საქართველოს ძალა არჩევანშია, არჩევანში, რომელიც სიძლიერეს არა დაპირისპირებაში, არამედ დიალოგში, თავისუფლებასა და განვითარებაში ხედავს. სალომე გობრონიძე თემის დეტალებით. Georgia, on the other hand, საქართველოს მიპოვა გზა, რომ ჰქონოდა პრაგმატული მიდგომა იმის მიმართ, რაც დღეს მსოფლიოში ხდება. პრობლემა ის არის, რომ ევროკავშირი საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ მეორე ფრონტად, მარიონეტად გადაქცევას ითხოვს. პირადად მე ვფიქრობ, რომ ევროკავშირი ცდება. სანქციები ევროპაში დაავადებასავით გახდა, ისინი ერთადერთი ინსტრუმენტია, რომელიც მათ აქვთ, რათა ზეწოლა მოახდინონ პატარა ერებზე. 20 ქვეყნიდან 1000 მონაწილე მშვიდობის, საერთაშორისო სამართლებრივი წესრიგის და ეროვნული ინტერესების დაცვის იდეამ თბილისში კიდევ ერთხელ გააერთიანა. მდგრადი განვითარების ფორუმზე ჩამოსულ სტუმრებს შორის იყვნენ ევროპარლამენტარები, წამყვანი საერთაშორისო ინსტიტუტების ანალიტიკოსები და დიპლომატები, რომლებმაც ჩვენთან საუბარში პირდაპირ თქვეს, რომ პოლიტიკა, რომელსაც ქართული ოცნება ამ რთულ გეოპოლიტიკურ ვითარებაში ახორციელებს, არის სწორი და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, საქართველოსთვის პოზიტიური შედეგების მომტანი. შვეიცარიელი პოლიტოლოგი და საერთაშორისო ურთიერთობების მკვლევარი, რომელიც ამჟამად კიოტოს უნივერსიტეტში ასოცირებული პროფესორია, აცხადებს, რომ სწორედ საქართველოს ხელისუფლების პრაგმატული პოლიტიკის შედეგია ის, რომ ბოლო 12 წლის განმავლობაში საქართველოს ეკონომიკური მაჩვენებლები ძლიერი და მსოფლიოში აღიარებულია. ამ გაგებით სწორედ ევროპელები უნდა გაქართველდნენ და არა ქართველები გაევროპელდნენ, რადგან საქართველო ლიდერობს ბევრი მიმართულებით. ბოლო 12 წლის განმავლობაში საქართველოს ეკონომიკური მაჩვენებლები ძალიან ძლიერია, არ გაქვთ ომი. გაქვთ ეკონომიკური განვითარება, ასე რომ ძვირფასო ევროკავშირო თუ გსურთ ეკონომიკური განვითარება, რა სიტყვით საქართველოსგან რაღაცის სწავლაზე.
პასკალ ლოტასის ამ მოსაზრებას იზიარებს გერმანელი ევროპარლამენტარი და 34 წლიანი გამოცდილებით გაეროს მაღალი რანგის წარმომადგენელი მაიკლ ფონ დერ შულენბერგის აზრით. დღეს მსოფლიოში მშვიდობის მიღწევის გზად ბრიუსელში იარაღი ესახებათ, რაც ევროდეპუტატის თქმით არასწორია და ერთადერთი სწორი გზა დიპლომატია და დიალოგია. სწორედ ამიტომ ევროპარლამენტარი ევროპული სტრუქტურების პოლიტიკას ძალადობრივს უწოდებს. ევროკავშირის დღევანდელი პოლიტიკა მწვავედ გააკრიტიკა სამხრეთ ნორვეგიის უნივერსიტეტის პროფესორმაც გლენდისენმა ჩვენთან საუბარში განაცხადა, რომ ევრობიუროკრატიის პოლიტიკა ზოგადად ევროპულ ღირებულებებს და ევროპელი ხალხის საჭიროებებს აცდენილია. საქართველოსთან დაკავშირებით ბრიუსელის მიდგომები კი უსამართლო. დემოკრატიული უკუსვა, ომის წახალისება, ადამიანის უფლებების მასობრივი შელახვა, ეკონომიკური სტაგნაცია, მიგრაციული კრიზისი, ეროვნული და სქესობრივი იდენტობების შესუსტება. ცნობილი საერთაშორისო ანალიტიკოსის შეფასებით, ევროპაში მიმდინარე ამ პროცესების ფონზე ბრიუსელს მორალური უფლება არ გააჩნია საქართველოს დემოკრატიის საფუძვლები ასწავლოს. საქართველოს ამბობს, ჩვენ გვინდა ევროკავშირთან უფრო მჭიდრო ურთიერთობა, მეტი ეკონომიკური კავშირები, მაგრამ არ გვინდა ვიყოთ რუსეთის წინააღმდეგ ფრონტის ხაზზე მყოფი სახელმწიფო. და ეს პოზიცია საკმაოდ ლოგიკურია. უბრალოდ ევროკავშირის განსხვავებული ინტერესები აქვს. რაც შეეხება დემოკრატიას, მე ვფიქრობ, რომ ევროკავშირი ბევრს საუბრობს დემოკრატიულ ღირებულებებზე, თუმცა ამის საპირისპიროდ გერმანიაში მათ მიიღეს სამართლებრივი ზომები მთავარი ოპოზიციური პარტიის წინააღმდეგ. საფრანგეთში მთავარი ოპოზიციის წინააღმდეგ სამართლებრივი მექანიზმები გამოიყენეს. რუმინეთში ბევრი ადამიანი თვლის, რომ არჩევნების შედეგი მიუღებლად იქნა მიჩნეული. ამიტომ არ ვფიქრობ, რომ ევროკავშირისთვის კარგი დროა საქართველოსთვის ქადაგების. ასევე ის, რასაც ევროკავშირი დემოკრატიას უწოდებს საქართველოში, არ მგონია, რომ ნამდვილი დემოკრატია იყოს. მათ სურთ, რომ სამოქალაქო საზოგადოებას მართავდნენ დასავლური მთავრობების მიერ დაფინანსებული და დასავლურ ინსტიტუტებთან მჭიდროდ დაკავშირებული არასამთავრობო ორგანიზაციები. ჩვენ უბრალოდ მოძალადეები ვართ და ვცდილობთ არჩევნების დაწესებას რუმინეთში, მოლდოვაში, ახლა სომხეთში, ასე რომ მე ევროკავშირში ვარ ერთ-ერთი მათგანი, ვინც მუდმივად ეწინააღმდეგება ამ პოლიტიკას და სამწუხაროდ ჩვენ უმცირესობაში ვართ, რადგან უმრავლესობა სულ მცირე პარლამენტში განსხვავებულად ფიქრობს, ასე რომ რა თქმა უნდა განვითარება მშვიდობის გარეშე შეუძლებელია, არა? იცით, ყველა ისაუბრებს მშვიდობაზე, მაგრამ ზოგი ამბობს, რომ მშვიდობა მხოლოდ მაშინ შეიძლება იყოს, როდესაც ომისთვის ემზადები იარაღის საშუალებით, ხოლო მეორე მხარე ამბობს იმას, რასაც მე ვიზიარებ, მშვიდობა უნდა იყოს დიალოგით. ამჟამინდელი პაპის განმოვისმინე ფრაზა დიახ, ჩვენ უნდა მივაღწიოთ მშვიდობას, მაგრამ არა იარაღით, არამედ დიალოგით. დასავლეთის პოლიტიკის მიმართ კრიტიკული შეფასებები ბრიტანელმა დიპლომატმაც გააჟღერა. იან პრაუდი, რომელიც წლების განმავლობაში გაერთიანებული სამეფოს დიპლომატიურ სამსახურში მუშაობდა, მიიჩნევს, რომ დღეს მისი ქვეყნის ხელისუფლებისა და ევროკავშირის ხელში სანქციების ზეწოლის მთავარ იარაღადაა აქცეული. თუმცა, მისივე შეფასებით, ამ მექანიზმს რეალური ძალა არ აქვს. იან პრაუდი საქართველოსთან მიმართებით უსამართლო პოლიტიკის მაგალითად ასახელებს ბრიტანეთის საზოგადოებრივ მაუწყებელზე გასულ დეზინფორმაციულ სიუჟეტს და ზოგადად დასავლური მედიის ნაწილის მიერ თბილისში მიმდინარე ძალადობრივი მოვლენების გაშუქებასაც. დიპლომატი მიიჩნევს, რომ პროცესები საერთაშორისო აუდიტორიისთვის მიზანმიმართულად და დამახინჯებული ფორმით იყო წარმოდგენილი. სინამდვილეში კი სანქციები ევროპის ქვეყნებსა და დიდ ბრიტანეთს უფრო მეტად აზიანებს, ვიდრე იმ ქვეყნებს, რომლებსაც ისინი სანქციებს უწესებენ. ბრიტანეთის მიერ სანქციების დაწესება არანაირ გავლენას არ მოახდენს საქართველოში ყველაზე პოპულარული მაუწყებლების ფუნქციონირებაზე. ეს უბრალოდ უაზრო სიგნალია, რაც შეეხება საპროტესტო აქციებს. იქნება ეს ადგილობრივი არჩევნების თუ 2024 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ. პროტესტი დემოკრატიის აუცილებელი ნაწილია. დიდ ბრიტანეთში მუდმივად გვაქვს პროტესტი. დიდი ბრიტანეთის პარლამენტის გვერდით ვერ გაივლით და რაიმე სახის პროტესტი იქნება, მაგრამ კანონის დაცვაც დემოკრატიის ჯანსაღი ნაწილია. და როდესაც ნებისმიერი მომიტინგე მათ შორის დიდ ბრიტანეთში არღვევს კანონს და ჩადის ძალადობრივ ქმედებებს, პოლიცია ვალდებულია იმოქმედოს ამის შესაჩერებლად და ეს ეხება მსოფლიოს ნებისმიერ ქვეყანას. ასე რომ, როდესაც საქართველოში მომიტინგეები ფოიერვერკებს და მსგავს რაღაცებს ისვრიან, აზიანებენ ადამიანებს, მაშინ პოლიციას აქვს პასუხისმგებლობა, რომ ეს პრობლემა მოაგვაროს. და ის თუ როგორ იყო ეს პროტესტები წარმოჩენილი დასავლურ მედიაში, არა მხოლოდ ბრიტანულ მედიაში, არამედ ევროპულ მედიაში, აღმაშფოთებელი იყო. ფორუმის მონაწილეებმა საქართველოში აკრედიტებული ზოგიერთი ელჩის ნაბიჯებზეც ისაუბრეს. ამ შემთხვევაში კი ყურადღება გერმანია-საქართველოს ურთიერთობებსა და გერმანიის ელჩის პეტერ ფიშერის არადიპლომატიურ საქმიანობაზე გამახულდა. მისივე ქვეყნის დიპლომატის ქმედებები გერმანელმა ევროპარლამენტარმა მწვავედ გააკრიტიკა. რუთ ფირმენიხი მიიჩნევს, რომ დიპლომატიის მთავარი ამოცანა ქვეყნებს შორის ნდობისა და თანამშრომლობის გაღრმავებაა და არა დაპირისპირების წახალისება, რითიც ფიშერი აქტიურადაა დაკავებული. ამიტომ გერმანელი ევროდეპუტატი გერმანელ ელჩს ახსენებს
ამბობს, რომ დიპლომატი ვალდებულია პატივის ცეს იმ ქვეყნის სუვერენიტეტს, სადაც საქმიანობს და ურთიერთობები ურთიერთპატივისცემასა და დიალოგზე ააგოს. მე ნამდვილად არ მესმის თუ რატომ უნდა აირჩიოს დიპლომატმა კონფრონტაციული კურსი იმ ქვეყანაში, სადაც ის იმყოფება. ასე რომ პირადად მე ვფიქრობ, რომ ეს დიპლომატიის საპირისპიროა. მე ვფიქრობ, რომ უმჯობესია პატივისცეთ ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებს და შეეცადოთ ქვეყნის წარმომადგენლებთან ღიად და მეგობრულად ისაუბროთ, რადგან სწორედ ეს არის დიპლომატია. მე ვფიქრობ, რომ ზოგადად ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ ძალიან კარგი ურთიერთობები გქონდეს. ორივე ქვეყნის ინტერესებშია, რომ ურთიერთობები დაფუძნებული იყოს ურთიერთპატივისცემაზე. მზარდი გეოპოლიტიკური დაძაბულობისა, ომებისა და საერთაშორისო წესრიგის კრიზისის ფონზე თბილისში მდგრადი განვითარების ფორუმზე შეკრებილი პოლიტიკოსები, დიპლომატები და ანალიტიკოსები ერთ მთავარ გზავნილზე შეთანხმდნენ. საქართველოს ხელისუფლების მიერ არჩეულმა მშვიდობის, პრაგმატიზმისა და ეროვნული ინტერესების დაცვის პოლიტიკამ ქვეყანას ყველაზე რთულ პერიოდში ყველაზე ეფექტური შესაძლებლობა მისცა. სწორედ ამ პოლიტიკით ასრულებს საქართველოს დღეს მნიშვნელოვან და გამორჩეულ როლს რეგიონში. გონივრული დიპლომატია და მშვიდობის შენარჩუნება, ის გზა, რომელმაც გაზარდა ქვეყნის ეკონომიკური პოტენციალი და მსოფლიო მასშტაბით მის მიმართ ინტერესი გაამყარა და მაშინ, როდესაც მსოფლიოს სხვადასხვა წერტილში დაპირისპირება და ომი კვლავ პოლიტიკური გავლენის მოპოვების ინსტრუმენტად რჩება, საქართველოს მთავარი ძალა სწორედ სხვა არჩევანშია, არჩევანში, რომელიც სიძლიერეს არა დაპირისპირებაში, არამედ დიალოგში, არა ომში, არამედ მშვიდობაში, ეკონომიკურ თავისუფლებასა და განვითარებაში ხედავს. კვირის პოსტში რეკლამის დროა, არ გადართოთ, მალე დაუბრუნდებით. კვირის პოსტი დაბრუნდა პირდაპირ ეთერში. სააკაშვილ-მელიას შორის დაწყებული დაპირისპირება სრულიად ოპოზიციურ სპექტრს მოედო. კოლექტიურ ნაცმოძრაობაში ურთიერთბრალდებებმა მასშტაბური და ყოვლისმომცველი სახე მიიღო. დღეარგავა ყოფილმა თანაგუნდელებმა და თანაპარტიელებმა ერთმანეთს წარსულიდან ცოდვები არ შეახსენონ და ახალი დაპირისპირების მიზეზი არ გააჩინონ. რამდენიმე დღის წინ გვარამია მელია ჯაფარიძე ხოშტარიას ტანდემი ნაციონალური მოძრაობისთვის ხმების მოპარვაში დაადანაშაულეს. ვალშერც ნიკა გვარამია დარჩა და ნაცმოძრაობას დისფუნქციური ორგანიზმი უწოდა, რომელიც ყველას და ყველაფერს აგინებს. გვარამიას დაცვაში თვით თამარ ჩერგოლეიშვილი ჩაერთო, რის გამოც ახალის ლიდერმა ანა წითლიძისგან გადაცმული ჩერგოს ეპითეტი დაიმსახურა. ანა ნადირაშვილმა გადაავლო თვალი ჯერ კიდევ ერთ ალიანსად გაერთიანებული ყოფილი და მოქმედი ნაცების ჯგუფს. ჩვენ შევიკრიბებით ახლა და ჩავიბარებთ პრეზიდენტის სასახლის გასაღებს. მინდა მივესალმო კლავ თბილისიდან ერევანში მარკო რუბიოს 4 ოქტომბერიც და 26 მაისიც ქართველი რადიკალების ისტორიული თარიღი უნდა გამხდარიყო. ასე ჰქონდათ ჩაფიქრებული. 4 ოქტომბერი არის გადამწყვეტი ბრძოლა საქართველოსთვის. ეს უნდა იყოს ერთიანობის დღე და ერთად გამარჯვების დღე. ამიტომაც 26 მაისი. ერთს მათი გათვლებით რადიკალური ცვლილებები უნდა მოეტანა. მეორეს რადიკალების პოლიტიკური გაცოცხლება. ორივე თარიღი გარდატეხის სიმბოლოდ იყო ჩაფიქრებული. საბოლოოდ კი არც 4 ოქტომბერი იქცა ცვლილების დღედ და არც 26 მაისი. ამ ორ თარიღს, ორ მოლოდინსა და ორ მარცხს ბოიკოტის ერთი იდეა და წარუმატებელი ფინალი აერთიანებთ. ფინალი რადიკალებისთვის განაჩენია. ფაქტები აჩვენებს, რომ ბოიკოტის სტრატეგიის მიმართ კითხვები ოპოზიციურ სივრცეშიც ჩნდება და დაკავებულ აქტივისტებშიც. 2025 წლის 4 ოქტომბრით დავიწყოთ. მაშინ რადიკალებმა ბოიკოტი ადგილობრივ არჩევნებსაც გამოუცხადეს. გააჩინეს რევოლუციური ცვლილებების მოლოდინი. ირწმუნებოდნენ, რომ ხალხის მიერ არჩეული ხელისუფლება დაემხობოდა. კოლექტიური ნაციონალური მოძრაობა კი ვერტიკალზე დაბრუნდებოდა. 4-ში იქნება დასასრული. აი ის რასაც ჩვენ ვძახით მშვიდობიან რევოლუცია. ჩვენ არ მიგვაჩნია, რომ საერთოდ 4 ოქტომბერს არჩევნებია. რეჟიმის დამხობა. აი ეს უნდა იყოს ჩვენი დედლაინი 4 ოქტომბრამდე იქნება ეს ინგა. თუ იქნება 4 ოქტომბერს. მოვემზადოთ მასობრივი მობილიზაციისთვის, მათ შორის ფიზიკურად. მაგრამ ძალადობრივი გადატრიალება ვერ შედგება. პრეზიდენტის რეზიდენციის შტურმით აღება ვერ ხერხდება. ეგრეთ წოდებული მშვიდობიანი დამხობის ორგანიზატორებს და აქტივისტებს დააკავებენ. დაკავებულთაგან 15 მსჯავრდებული პროკურატურას უკვე საპროცესო შეთანხმების გაფორმების თხოვნით მიმართავს.
რომ აბრალდებულმა სრულად აღიარა წარდგენილი ბრალდება თავის სრულად დამნაშავედ და ასევე უდაოდ მიიჩნია მტკიცებულები. ნებისმიერი პირი, რომელიც აღიარებს ჩადენილ დანაშაულს და მოგმართავს განცხადებით, რომ მას გაუფორმდეს საპროცესო შეთანხმება, ჩვენ მზად ვართ, რომ მასთან ვიმჯეროთ საპროცესო შეთანხმების გაფორმების თაობაზე. მათ მიმართ ბრალად წარდგენილ ქმედებას აღიარებენ და ინანიებენ. 7 ბრალდებულს გაუფორმდება საპროცესო შეთანხმება პირობით შეავრძებს. ეს ნიშნავს, რომ თითოეულმა მათგანმა დანაშაული აღიარა. ჩადენილი დანაშაული მოინანია. კონკრეტული მოლოდინები იყო 26 მაისთან დაკავშირებითაც. ამჯერად რადიკალებს ეგონათ, რომ ამ აქციით საერთაშორისო მხარდაჭერას მოიპოვებდნენ. ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტი კი მათ პოლიტიკურ დღის წესრიგს მხარს დაუჭერდა და ქუჩას ახალ იმპულსს მისცემდა. მინდა მივესალმო კლავ თბილისიდან ერევანში მარკო რუბიოს და მივესალმო თქვენთან ერთად ჩვენი ტელეფონების ანთებით თუ არ დაგეზარებათ იქნებ ეს გავაკეთოთ. მაგრამ ქართული შეძახილების მიუხედავად ქართულ რადიკალიზმს არც მარკო რუბიო დააფასებს. ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტის დელეგაციის პოზიციაც ერთმნიშვნელოვანი იქნება. ნუ დგახართ ქუჩაში, იმუშავეთ პოლიტიკაში. ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენლები საქართველოში 24 მაისს ჩამოვლენ. 26 მაისს მთელ საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს მიულოცავენ. შემდეგ ხელისუფლებას შეხვდებიან და თანამშრომლობის გეგმებზე დაელაპარაკებიან. ბოლოს დროს ოპოზიციისთვისაც გამოყოფენ. რადიკალებს პირდაპირ ეტყვიან, ბოიკოტი მცდარი სტრატეგიაა. შეცდომაა და დემოკრატიულ პროცესში არასწორი პოლიტიკური გეზია. სახელმწიფო დეპარტამენტის დელეგაცია ამ პოზიციას ოფიციალურ განცხადებაშიც დააფიქსირებს. გზავნილს ამერიკის საელჩო საკუთარ Facebook გვერდზე განათავსებს. ყველა პოლიტიკური ძალა უნდა იყოს ჩართული პოლიტიკურ პროცესში და მონაწილეობდეს პოლიტიკური ინსტიტუტების ცხოვრებაში. საუბარია ყველაზე გამონაკლისის გარეშე. რადიკალებისთვის ეს ნიშნავს ბოიკოტის შეწყვეტის მოწოდებას, პოლიტიკურ პროცესში ჩართვის ვალდებულებას, როგორც ამას დემოკრატია მოითხოვს. ფუნქციონირებადი დემოკრატია მოითხოვს პოლიტიკურ ოპოზიციას, რომელიც სახელმწიფო ინსტიტუტებთან ურთიერთქმედებს და წარმოადგენს იმ მოქალაქეების ინტერესებს, რომლებმაც მას ხმა მისცეს. ასე რომ 26 მაისს რადიკალებმა შესაძლოა ერთმანეთი კი დაინახეს. ბევრი ისეთი გნახეთ, ვინც დიდი ხანია არ მინახიხართ არც საღამოს რუსთაველზე, არც შაბათის მარშზე. მაგრამ რადიკალიზმის ლეგიტიმაცია ვერ მიიღეს. მათ მხარდაჭერას კი არ დაპირდნენ, არამედ პოლიტიკური პროცესისა და ინსტიტუციური პოლიტიკის მნიშვნელობა შეახსენეს. ეს თავის მხრივ ნიშნავს, რომ ვაშინგტონი ვერ ხედავს პროცესების რადიკალიზაციისთვის ვერავითარ საფუძველს. მიაჩნია, რომ რადიკალებმა თავად უნდა შეცვალონ პოლიტიკური დღის წესრიგი და არჩევნებზე ორიენტირდნენ. ის რომ სახელმწიფო დეპარტამენტის დელეგაციის განწყობა სწორედ ასეთი იყო და არა სხვანაირი, ლელოს ერთ-ერთი ლიდერი გრიგოლ გეგელიაც პირდაპირ იტყვის. სრულიად პირდაპირ ითქვა, რომ ამერიკის შეერთებული შტატები არ არის ბოიკოტების მხარეს, არ არის არჩევნების გამოტოვების მხარეს, არ არის ბრძოლის ამა თუ იმ ფორმაზე უარის თქვის მხარეს, არამედ არის იმის მხარეს, რომ ყველა პოლიტიკური ძალა იყოს ჩართული პოლიტიკურ პროცესში, მაქსიმალურად სრულყოფილად მიიღოს მონაწილეობა მათ შორის პოლიტიკური ინსტიტუტების ცხოვრებაში, წარმოადგინოს, აი რეპრეზენტაციასაც ქვია ხო, პოლიტიკური წარმომადგენლობა წარმოადგინოს ერის ინტერესები და იბრძოლოს ყველა იმ ბერკეტის გამოყენებით, რაც არსებობს. არადა როცა გვარამიამ მარკო რუბიოს თბილისიდან შეხვირა, სოლიდარობა, გამხნევება და მხარდაჭერა სთხოვა. პასუხად მხარდაჭერა კი არა პოლიტიკურ პროცესში დაბრუნების გზავნილი მიიღო, მაგრამ რადიკალებს რეალობის დანახვა ისევ არ სურთ. არ უნდათ პოლიტიკაში თავი მეორე ხარისხოვან, უსარგებლო ლუზერებად იგრძნონ. სიმართლე აშინებთ, საკუთარი პროპაგანდა აგულიანებთ. ამიტომაც გვარამია გეგელიას დასცინის. უნდა ისე წარმოაჩინოს თითქოს ვაშინგტონის პოზიცია რადიკალიზმს, ბოიკოტს და ქუჩას არ ეწინააღმდეგება. გრიგოლ გეგელიას უთქვამს, ამერიკა იმედგაცრუებულია ბოიკოტის პოლიტიკითო. მარტივად რომ თქვათ, ან გრიგოლ გეგელია სხვა ამერიკელებს შეხვდა, ან გრიგოლ გეგელია იტყუება. მსგავსი არაფერი ამერიკელებს არ უთქვამთ და არც შეიძლება ეთქვათ. ისინი ჩვენი მენტორები არ არიან, რომ დაგვტუქსონ და არც ჩვენ ვართ მათი შეგირდები, რომ ჭკუის დარიგებებს ვისმენდეთ თავდახრილები. რატომ შეიძლება გრიგოლი იტყუებოდეს? იმიტომ რომ პარლამენტში დაბრუნების სურვილი, ან და მისი პარტიის ლიდერების პოლიტიკური დევნის დასრულების ფუჭი იმედი შეიძლება კონდეს. ნაციონალი ანა წითლიძეც იძულებულია იცრუოს. ამ მტკიცებს თითქოს განცხადება, რომელიც ამერიკის საელჩომ გავრცელა ქუჩის პროტესტის მხარეს დგას.
ოპოზიციამ მიგო ერთგვარი საყვედური პარტნიორებისგან ბოიკოტის პოლიტიკის გამო. მე ვერ დავეთანხმები ამ შემთხვევაში გეგელიას ამ პოზიციას, იმიტომ რომ იმ ინფორმაციის გათვალისწინებით რა ინფორმაციებიც მე მაგზავს საკითხი ყოველ შემთხვევაში არ ყოფილა დასმული. ჩვენთვის ის მესიჯია, რომ ჩვენ გავაგრძელოთ ბრძოლა რუსული ოლიგარქიული რეჟიმის წინააღმდეგ და ჩვენ ვთვლით, რომ ქუჩის წინააღმდეგობა არის მთავარი ეს ინტერპრეტაციები, რომ იქ რაღაცა თქვა, რომ ვითომ ბოიკოტი მე ამასთან დაკავშირებით ინფორმაცია ასეთი ნამდვილად არ მაქვს, იმიტომ რომ ჩვენ გავინციყვნენ შეხვედრებზე მსგავსი რამე არ მოусმენიათ ნამდვილად. სიმართლე რომ აღიარონ, ისიც უნდა თქვან, რომ ბოიკოტის სტრატეგიამ ვერანაირი პოლიტიკური შედეგი ვერ დადო. მაგრამ ეს ისტორია არც 4 ოქტომბერს დაწყებულა და არც 26 მაისს. ყველაფერი 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებით დაიწყო. რადიკალებს მაშინ ხალხის ხმა არ მოეწონათ. არჩევნების შედეგები არ აღიარეს. პარლამენტში შესვლაზე უარი თქვეს. საბიუჯეტო დაფინანსება არ აიღეს. საგამოძიებო კომისიასთან არ ითანამშრომლეს. ეს იქნება სულ მასშტაბიანი დაუმორჩილებლობა. არ შევეგუებით მოპარული არჩევნების შედეგებს. მაგრამ მაშინ მათ რადიკალურ სტრატეგიას ბაიდენის ადმინისტრაციაც გულშემატკივრობს და ევრობიუროკრატიაც. მთელი აქცენტი მხოლოდ ბოიკოტზე კეთდება. ამ სტრატეგიის ლოგიკა კი თავისთავად მივა ხელისუფლების დამხობის მცდელობამდე. 4 ოქტომბერი ცხადდება ივანიშვილის შვიდობიანი დამხობის დღედ. ადგილობრივი არჩევნების დღესაც, 2025 წლის 4 ოქტომბერს, ხალხს რევოლუციაზე მიიწვევენ და არასაარჩევნო ურნებთან. ყველა ვინც მიყავს საარჩევნო უბანთან და იმ ეგრეთ წოდებულ ბიულეტენს ჩააგდებთ იმ ყუთში, თქვენ იმ ბიულეტენს აგდებთ ამ ქვეყნის კუბოში. ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ არ შედგეს ადგილობრივი არჩევნები. მაგრამ ხალხი არჩევნებზე წავა. რადიკალები პოლიტიკური დღის წესრიგისა და დემოკრატიული პროცესის მიღმა მარტო რჩებიან. ისეთ მნიშვნელოვან ეროვნულ თარიღს, როგორც 26 მაისია მარტო აღნიშნავენ. ბოიკოტს ისინი თვითიზოლაციისკენ მიჰყავს. თვითიზოლაციას თვითლიკვიდაციამდე. ასეა, როდესაც პარტიები პოლიტიკური პროცესისგან დისტანცირდებიან, სახელმწიფო ინსტიტუტებში მონაწილეობაზე უარს ამბობენ და არჩეული მავნე კურსის გადახედვას არ ცდილობენ. გამოთავისუფლებული ენერგია პოლიტიკური ბრძოლის ნაცვლად შიდა დაპირისპირებაში იხარჯება. სწორედ ამ ლოგიკით ესკმიან თავს რადიკალები ერთმანეთს. უკვე პოლიტიკური მარგინალიზაციის პროცესში არიან. სულ ჩხუბობენ ერთმანეთს ერჩიან, ებრძვიან და ვერ იტანენ. წარუმატებლობის მიზეზს საკუთარ სტრატეგიებში, შეცდომებსა და მცდარ გათვლებში კი არ ეძებენ, არამედ ერთმანეთში. იმის ნაცვლად, რომ პასუხი გასცენ კითხვას, რატომ ვერ მიაღწიეს დასახულ მიზნებს, რატომ ვერ შეძლეს საზოგადოების ფართო მხარდაჭერის მოპოვება და რატომ აღმოჩნდნენ ბოიკოტით ჩიხში, შიდა კონფლიქტებით არიან დაკავებულნი. უკვე რამდენიმე კვირაა ერთმანეთს პიროვნულ შეურაცხყოფებს აყენებენ და ლანძღავენ. ყველას და ყველაფერს უკვე მიწვდნენ. ახლა საარჩევნო ნომრებზეც გადავიდნენ. სააკაშვილი და მისი მომხრეები დარწმუნებულები არიან, რომ გვარამიამ, მელიამ და ჯაფარიძემ პოლიტიკური აფიორა გაითამაშეს. 2024 წლის საპარლამენტო არჩევნების დროს ამომრჩევლის ნაწილს ისეთი შთაბეჭდილება შეუქმნეს, თითქოს 4-იანისთვის ხმის მიცემა საბოლოოდ 5-იანის მხარდაჭერასაც ნიშნავდა. ბრალდება ნიკა გვარამიამ კატეგორიულად უარყო. 4-იანი არც ნიშნავდა და არც ნიშნავს მიშა სააკაშვილს. თავს ნუ მოიტყუებთ მეგობრებო. არ ყოფილა ეგრე და ძალიან ღიად, საჯაროდ და ხისტად ითქვა ეს. თან ძალიან ბევრჯერ. ზურა გირჩი ჯაფარიძემ რბილად დაადასტურა. საზღვარგარეთი იყო ერთადერთი ადგილი, სადაც ჩვენი ხალხი ემიგრანტებს ეუბნებოდნენ, რომ საერთო საქმეს აკეთებდნენ, როდესაც მათ ეხმარებოდნენ საკონსულო აღრიცხვაზე დადგომაში ან ხელმოწერების შეგროვებაში. ნიშნავს თუ არა ეს, რომ არსად არასდროს 4-იანის რომელიმე კოორდინატორს არ უთქვამს რომელიმე NMS მხარდამჭერისთვის, რომ 4-იანი და 5-იანი ერთია. არა, არ ნიშნავს. გამოდის აფიორა მაინც შედგა. მსგავსი შემთხვევები სულ მცირე ცალკეულ ეპიზოდებში არსებობდა. ამიტომაც შემთხვევითი არ იყო, რომ საარჩევნო სუბიექტი კოალიცია ცვლილებისთვის, სადაც შევიდა გვარამია, მელია, ჯაფარიძე, ხოშტარია, 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებზე სწორედ საზღვარგარეთ გახსნილ უბნებზე ლიდერობს. ჯაფარიძის აღიარებით ზოგჯერ კოალიციის კოორდინატორები ამომრჩევლებთან საუბრისას 4-იანსა და 5-იანს საერთო პოლიტიკურ სუბიექტად წარმოაჩენდნენ. ბოიკოტის სტრატეგია რომ არ აერჩიათ, დღეს მთავარი ოპოზიციური ძალის ტიტულის მფლობელები იქნებოდნენ. მაგრამ ქუჩაში დარჩნენ და ახლა მხოლოდ ბოიკოტში მყოფი რადიკალები არიან. ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარე თინათინ ბუკუჩავა გვარამიას საკუთარ პარტიაზე ფოკუსირებას ურჩევს და მის პარტიაში არსებულ ტურბულენციას ახსენებს. ეს არის განპირობებული იმ შიდა პარტიული ტურბულენციით, რომელიც თავად ახალშია
მე ვფიქრობ, რომ სწორედ ამ პერიპეტიებმა განაპირობა ის, რომ მან ამგვარი საჯარო განცხადება გააკეთა. მე ამას მივაწერ ასეთ განცხადებას, რომელიც ჩემთვის კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ძალიან მოულოდნელი იყო და ძალიან გაკვირვებული დამტოვა. კულისებში უკვე დიდი ხანია საუბრობენ მელია გვარამიას შორის დაპირისპირებაზე. ამბობენ, რომ მათი კავშირი შესაძლოა დასრულდეს. ნიკა გვარამია თავის მხრივ თინა ბოკუჩავას ურჩევს სააკაშვილის პარტიის турბულენციაზე იფიქროს. ნაცმოძრაობა, სადაც სკანდალურად იცვლება თავმჯდომარეები ბოლო რამდენიმე წელია, სხვა პარტიაში турბულენტობაზე ლაპარაკობდეს ძალიან არასერიოზულია. სააკაშვილის ფაქტორის ექსპლუატაციის გარდა დიდი ხანია ნაცმოძრაობამ არაფერი არ იცის, არც გაუკეთებია და არც პოტენციალი აქვს. ისტორიას ყველაფერი ახსოვს ჩემო ნიკა და რას გვაყვედრის ახლა იმას რომ 14 წელი NMS ძარცვავდა ციხეში მოწამლული მიშა მიატოვა თუ იმას საარჩევნო დრომ დადიოდა და სადაც სჭირდებოდა მიშას აგინებდა სადაც სჭირდებოდა ერთნივართო იძახდა თუ იმას მისი პასუხისმგებლობა რომ არის მთავარი არხის დახურვა რომელსაც ვერასოდეს შექმნიდა მიშას მხარდაჭერა რომ არა მეგობრებო, ასეთია მონათშობილი ხბომადიდებელი ბანდერლოგი. ეს ბანდერლოგები უარყოფენ ადამიანს, როგორც ასეც ადამიანის არჩევანს, მის თავისუფლებას. მათთვის ყველა პირუტყვია, რომელსაც ძალას ჭკუიდან გადასული პოლიტიკური ნარიმანი ანიჭებს, ასე რომ კარგი არაც ხდება საბოლოო ჯამში. სააკაშვილის ნასროლ განავალში უნდა დაიხრჩონ. ჩერგოლეიშვილი რომ გვარამიას ნაცებისგან იცავს ეს უკვე ძალიან კარგი და ბევრის მთქმელია. ყოჩახ გვარამიას. ამდენი იწვალა და ბოლოს მაინც გადაცმულ ჩერგოდ მოგვევლინა. თავად სააკაშვილი თითქოს იმდენად დიდი თემებით არის დაკავებული, რომ ყოფილებთან საპაექროდ არ სცალია. ამიტომაც პასუხის გაცემას აქტივს ავალებს. მაქვს დიდი თხოვნა, მე ვალდებული ვარ ვკონცენტრირდე დიდ თემებზე და მინდა რომ დამეხმაროთ წვრილმანი თავდასხმების მოგერიებაში. ეს თავდასხმები გახშირდა ჩვენი აქტუალურობის და პოპულარობის გაზრდასთან ერთად. ტროლებს ნუ მიაქცევთ ყურადღებას, მაგრამ ნამდვილ ადამიანებს გთხოვთ უპასუხეთ არგუმენტებით. ყველაფერი ეს უკვე დიდი ხანია არაჩვეულებრივ სანახაობად გადაიქცა. ამ სანახაობას კი სხვადასხვა არხები ისე აჩვენებენ, როგორც საცირკო წარმოდგენებს. არადა არჩევანი ჰქონდათ. ჯერ კიდევ 2024 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ. შეეძლოთ ბრძოლა პარლამენტში გაეგრძელებინათ. ღია პოლიტიკურ პროცესში ჩართულიყვნენ, მაგრამ ამის ნაცვლად ბოიკოტი არჩიეს. ამ გზამ კი ისინი კრიზისის მუდმივ სპირალში შეიყვანა. განუსაზღვრელი შესაძლებლობები. ასე ეწოდება საქველმოქმედო ფონდ ქართუს მხარდაჭერით გადაღებულ ქართულ დოკუმენტურ ფილმს, რომლის ჩვენება 11 ივნისს გაეროს შშმ პირთა უფლებების კონვენციის მონაწილე ქვეყნების გენერალურ ასამბლეაზე გაიმართება. ფილმის შექმნის შთაგონებად ქართველი სპორტსმენების ისტორიები იქცა. ნამუშევარი მაყურებელს პარაოლიმპიური მოძრაობის განვითარებას, პარასპორტსმენების ყოველდღიურ ბრძოლასა და გამარჯვებებს, ასევე შშმ პირთა უფლებების დაცვის მნიშვნელობას აცნობს. ფილმში ასახულია ქართველი პარასპორტსმენების როგორც ადგილობრივი და საერთაშორისო წარმატებები, ასევე ის გამოწვევები და ცხოვრებისეული გამოცდილებები, რომლებიც ამ ადამიანების გზას განსაკუთრებულად საინტერესოს ხდის. განუსაზღვრელი შესაძლებლობები ეს არის ისტორია ადამიანის ნებისყოფაზე, მიზანდასახულობასა და იმ ძალაზე, რომელიც ბარიერებს შესაძლებლობად გარდაქმნის. ქართველი პარალიმპიელები არიან არა მხოლოდ ლიდერები საერთაშორისო პარალიმპიური ოჯახის, არამედ მათი გამარჯვებების ისტორია სამაგალითოა და შთაგონების წყაროა ბრიანად შეზღუდული შეზღუდვის მქონე პირებისათვის მსოფლიოს ნებისმიერ წერტილს. ამიტომ ეს ფილმი იქცა ჩვენს სავიზიტო ბარათად, მათ სავიზიტო ბარათად და ძალიან მნიშვნელოვანი არის, რომ გაეროს პლატფორმაში, სადაც კონვენციის ყველა მონაწილე ქვეყანა მონაწილეობს, ასევე არიან სხვადასხვა ქვეყნის პარალიმპიური კომიტეტების წარმომადგენლები, ამ ფილმის ჩვენებას ეკნება ძალიან დიდი რეზონანსი და ჩვენს ქვეყანას საუკეთესო სახით წარმოაჩენს. ფილმის შთაგონების წყარო იყვნენ თავად პარალიმპიელები, პარალიმპიურ მოძრაობა საქართველოში და ჩვენ ძალიან ბევრი რამ შევუდგოთ და დავინახოთ მას შესაძლოა ფილმის უყოლშექმნის პროცესში. ისინი რეალურად არიან ჩვენი ქვეყნის ანარეკლი და სახე და ზუსტად ამაზე არის ფილმი ამ ადამიანების ისტორიებზე, მათ პირად განცდებზე
როლია მათი ჩვენ ხოდეთ განვითარებაში, იმიტომ რომ ეს მოძრაობა სპორტის მიმართულებით არის უნიკალური შემთხვევა, რომელიც ყოველ ნაწილურად აუმჯობესებს თავს საერთაშორისო გლობალურ წარმატებას, რაც ოდესმე ჩვენ თქმის ძალიან მნიშვნელოვანი მონაპოვარი არის. ეს ფილმი შეუძლებელი იქნებოდა რომ გამოსულიყო, რომ არა გიზნაევანიშვილი და ფონდი ფართო, რომ როდესაც კანდის შესახებ ფალმაკ მოისმინეს, ყველანაირი ხარდაჭერა ადამიანის ამ ფილმის ბოლომდე მისავანა და ეს ვიზუალურ ოჯახის დიდი ხელმოქმედების პატარა ნაწილი არის, რომელიც პარალიმპიური მოძრაობისთვის, ქართული სპორტისთვის და მთლიანად საქართველოსთვის დააშ. ეს იყო კვირის პოსტი, დიდი მადლობა რომ იყავით ერთად. ჩვენთან ერთმანეთს ერთ კვირაში შევხვდებით დროებით.